მე გამიგია რომ მონასტერში იზრდებოდი, ხო? მონასტერში იყავი ბავშვობიდან, მონასტერში იზრდებოდი, დიდი ურთიერთობა მქონდა, ხო თქვა, ბერებთან, მონაზვნებთან და აი მამა გაბრიელის გაცნობა როგორ მოხდა? სკოლაში იყავი? სკოლაში ცხოვრობდით, პატარები იყავით, რამოდენიმე კიდე ჩემი ტოლა ბავშვები იყვნენ იქ და რავი, გვიშვებდნენ ხოლმე ტრაპეზი, დედები გვიმზადებდნენ და ჩამოხვდა ხოლმე რა სვეტი სკოლაში რა და სამთავროში გიმზადებდნენ და სვეტი სკოლაში დედებს ჩამოხვდა. ჩვენ ჩამოხვდა რა, გვაგზავნიდნენ და ჩამოხვდა რა ბიჭებს რა და როგორ გვაგზავნეს ერთ ჩვენ ერთ დღეს შევდივარ მამა გაბრიელი თავის კელიასთან დიჯდა იქ და ამ კიბეებთან ხო უნდა ავსულიყავი რომ სატრაპეზომდე მივსულიყავი და გამომეყვეს ტრაპეზი რა უცებ დავიძახა მოდი აქ შეჩათლახო რა უცებ გამეგვიდა რა მეთქი ვიღაც მამაო მეძახის ესე რაღაცას უცებ დავიბენდი რა გამეგვიდა და გავწვიტდი გავწვავდი რა შემცვა კიდევაც რა ისეთი ხვით დამიყვირა ბოხი ხვით და რაღაცა და რამდენი წლის იყავი? 13 წლის ვიყავი რა და ვავიღე ტრაპეზი და გამოვიქეცი ეგრევე წამოვედი და ანუ მეორე დღესაც კიდევ უნდა ავსულიყავი ტრაპეზის 11 საათზე იყო ხოლმე და 11-ის ნახევარზე ავდიოდი უკვე ერიდები რა რომ აღარ გიყავი იმგზას უნდა შემოვედა მეთქი ტაძრის შემოული და მეორე მხრიდან დავალ და შევაბიჯე თუ რა ნაბიჯი ამ სამსარგოს მონასტერში იქიდან ყვირი სადა ხარ აქამდე როგორ გელოდებოდი და აი დიდი სიყვარული და სიტყვი რომ მიუახლოვდი ჩამეხვდა რა აი აბსოლუტურად რაღაცა სხვა საპირისპირო ის გააკეთა ხო გამიგვირდა გუში მაგიდან მეთქი დღეს უცებ ჩამეხვდა და როგორ გელოდებოდი სადა ხარ და გვერდში ყავდი ზოგჯერ მის გვერდ ნუ აი მამობრივი სიყვარული კი რა თქმა უნდა რაღაც გამგიცდია ხო მისგან კი აი რა შეიძლება მაგის მოიგონა მე როცა მიწევდა ხოლმე ამ ტრაპეზზე ასვლა ხოლმე კელიაში გტოვებდა მე ხალხი ცხოვრობდიოდა მამა გაბრიელთან რეული ვიღაცები მიწევდა ხოლმე შევეჩვიე რა მამა გაბრიელს და უკვე მეც მივხვდი რომ ეს მამა გაბრიელი სხვა პიროვნება მივხვდი რა ჩემებურად რა და ხანდახან ხუმრობდა ხანდახან აი რას ხუმრობდა რაღაცა თქვი გაიხსენებოდა ხანდახან აი ეხა დავებოდა რაღაცებს ისეთ აი როგორ თქვი არ მახსოვს და იმიტომ აი რომ მიდიოდნენ მამა გაბრიელთან და ნუმერო დავამუღამე უკვე დავამუღამე და შევეჩვი მამა გაბრიელს და უკვე ვიცი უკვე ვინც არის როგორი კაცია რაღაც გუში მემაგინა და ამ დროს მეორე დღეს ჩამეხვდა და რაღაცა იგივე სხვასაც გაუკეთა რა და სხვასაც გაკვირვებით შეხედა და მე ხო მივხვდი ეხლა რომ მეთქი ეს პატარა ბიჭი უკვე ხდებოდი მივხვდი რომ ის პიროვნება არ არის რა სხვები რომ გაკვირვებით შეხედა და რაღაცა და რომ დაუახლოვდი და შევეჩვიე იგივე რაღაცას რო სხვას უკეთებდა გალანძღავდა შეაგიდებდა რაღაცა ხალხს ხო მეცინებოდა და ხალხს უყვირდა კიდევაც რა ეს ზოგი თლიდა სულელი ხო არა არ გიჟი ხო არა მამა უარ როგორ იძახის ამ სიტყვებს რაღაცებს და აი რა სიტყვებს იძახდა არა რეალურად თქვი როგორც იყო რა გახსოვს მახსოვს მე ჩახლახო დავიძახა ზოგს შეფედარასტო და რაღაცებს ეძახდა ისტაპირეუბი ხო და ხალხი გაკვირვებდა დადასტო ისე აი ეხლა არ მახსოვს ისე რეული რომ პერიოდი არ მრევლს ან სასულიერო პირთან ყოფილა ესე სასულიერო პირთან აი კი გამიგია უთქვია კიდევაც მაგრამ მე ჩახუტებია ის მე ჩახუტებია სხვათა შორის ვისაც ეს აი ესე განლანძღა რაღაცა ყველა შეეჩვია მე მამა გაბრიელი მე ვისაც ხედავდი რა იქ და ისე არ გაუშვა რომ ცუდი წარმოდგენა აი შეეგინებია და კაცი გამხრალიყო მონასტრიდან წასულიყო და ესე იგი ახდენდა იმასე ხო გავლენას ახდენდა და იმ ხალხს ისე არ გაუშვებდა იზიდავდა რა დიდი უდიდესი მებადური იყო კი მებადური როგორც ადამიანების მებადური იყო უდიდესი ნუ ისე არ დააბყოლებდა რა ადამიანს აი მორწმუნე ადამიანს არ დააბყოლებდა და
ისე არ გააკეთებდა მამა გაბრიელი, რომ ის თავის ლანძღვით, ხო, ის დაკარგულიყო ეკლესიიდან პირიქით. უფრო ხშირად მოვიდოდა მამა გაბრიელთან და მე ხვდებოდი ვინც იყო რა. შენთან ერთად დაულებია? ჩემთან ერთად როგორ არ დაულებია, სასწავლებიც მიდახავს იმდენი დაულებია. როგორი და ერთხელ სვეტი ცხოვრში ცხეთას ეძახდა, ისა სვეტი ცხოვრს ეძახდა, ცხეთაში ჩავიყვანე. წავიდეთ ცხეთაში და დედათა მონასტერი და მამათა მონასტერში მივდიოდი ცხეთას ეძახდა მამათა მონასტერს და რომ ჩამოვიყვანეთ, ნუ მამა გაბრიელს ტრაპეზი გაუშალეთ. აღასა და გამაგზავნა პროფესორს მომიდანეო და ნუ დავედი მოვიტანე. ცხეთაში იყიდებოდა ხოლმე. გასაგებია, ვიცი. და სამლიტრიანი ბანკით ამოვიდანე. ნუ დავლი თან ველაპარაკებოდა, თან ვიხსნიდა რაღაცებს და თან ლოცავდა, სვამდა. ვინც ამოდიოდა, ბევრი დადიოდნენ მაშინ სვეტი ცხოვრში მრევლი საერთოდ და ვინც ამოდიოდა ტრაპეზზე მიაწოდებდა ჭიქას და ნუ ის 3 ლიტრი დალია, მე კიდე გამაგზავნა. მეორე 3 ლიტრი. მეორე 3 ლიტრი, ნუ ერთი 3-4 ჯერ მომიწია რა, 3 ლიტრიანებზე გაგზავნა მამა გაბრიელმა გამაგზავნა და მერე ნუ ერთი 3-4 საათი ვიჯექით რა. სუფრასთან და ცოტა ხნითო დავიღალეო და შევალო ოთახშიო და წამოვწვევიო რა. 5 წუთი ტუალეტი და რაღაც არა იყო, ხო? ტუალეტი კი იყო, მაგრამ იყო იმ ოთახში იყო. იმ ოთახში არა, გარეთ უნდა გასულიყავი რა. ხო. კუხნა იყო, მაგ ოთახის მერე და იმ კუხნის მერე გარეთ გქონდა საფიფარეშო ტუალეტი მონასტერს. ნუ იმ ოთახში რო შევიდა, უბრალოდ დასასვენებლად ლოგინები ჩვენი მორჩილების ლოგინები იყო, ბერების ლოგინები რა. ერთი დიდი ოთახი იყო, ერთი 30 კვადრატულამდე იყო და რამოდენიმე საწოლი იყო იმ ოთახში. ხო და მაგ დროს არავინ არ იყო, 5 წუთით შევალო რა, დავიღალეო ძალიანო და შევალო და გამოვალო 5 წუთი დავისვენებო და აი 5 წუთი არ გასულა, უცებ გამოდის სულთად ხიზელი რა, თეთრი სახით. აი ყველას მე პირადად გამიკვირდა რა. გამიგრძნო, ხო? თუ მე ყველა მიგრძნო და მეც აი პირადად თეთრი სახით აი ჩემი თვალით უყურებდი რამდენი დალია. როგორ დალია და არც მოცილებულოა გვერდზე რა გამაგზავნი და პროფესორი ამომიტანე, ამოუტანდი იმას რო დაცლი და კიდე გამაგზავნი და ამომიტანე და ჩემი თვალით შევესწარი ამ ვინის მას. მეც კი გულში გავიფიქრე, მეც კი სასწაული რომ კაცი ამდენი დალია და უცებ გამოვიდა სუფხიზელი და ისევ დავჯექით სუფაზე და გავაგზელეთ. მეორე სასწაული კიდე ისაა, რომ მონასტერში ყველა შიო და ღამის 3 საათი იყო იმ დღეს კიდე. შიაო მამა გაბრიელმა ყველა წამოგვაყენა, ნუ ეხლა მამა გაბრიელია. მაგ დროს იქი, ხო? მაგ დროს დარჩა ჩვენთან იმ ღამის. ხო და ეხლა ისა რა ქვია შიაო მამა გაბრიელმა ღამის 3 საათია და ეხლა ყველას ვძინავს. ნუ გავიღვიძეთ ეხლა მამა გაბრიელ შია და დავიწყეთ საჭმელები, ხაბისგინები უყვარდა ხოლმე რა, ხაბისგინებს გვაკეთები და მაგრამ ჭამდა იმ ხაბისგინებს. ხო და არ ჭამდა, აი სასწაული ერთი ცეგა. ხაბისგინით რო გაკურნა ვიღაცა ქალი ეს გამიგია. ხო, ეგ ხაბისგინები აჭამა. და ქალი განგო. კი, მანდ ვიღავი ზუსტად ერთ-ერთი მრევლის ბებია მოიყვანეს მამა გაბრიელთან და ეუბნებოდნენ, მამა გაბრიელს ეუბნებოდა გადაგვიჭამაო სახშიო ყველაფერი ოჯახის წევრებსო არაფერს არ ვიტოვებსო რა თელ მაცივასო გამოაყენსო ეს ბებიო ჭამსო და ჭამსო რა რეალის სკელიასთან ზივართ ხო და ამზადებდა პერაშკებს აცხობდა მამა გაბრიელი რა და ისეთი აი მამა გაბრიელი აცხობდა ხო პერაშკებს და ისეთი აი ნოყიერი დიდ პერაშკებს აცხობდა ესეთი რა აი კაც რო უყვარს რა აი გულიანას რო დაადებს დაფაზე და ისა და ნუ გამოიწყო ერთი გამოწყობა ბიაწოდა ამ ქალბატონს ნუ კიდე ვინც ვიყავით ყველა გავშინჯეთ ახლა მამა გაბრიელი ნუ შეჭამა ამ ხალხმა კიდე ხო გამოცხო ამ მომენტში საერთოდ ჭავს ცხება ეს პერაშკებს ადებს და ადებს რა შესაძლოა გამოსაცხობად და შეჭამა ის მიაწოდა მეორე შეჭამა მიაწოდა მესამე შეჭამა ამ ხალხმა და მეოთხე საწუდი და აღარ შემილია მამა გაბრიელი ჭამაში უგდურო დაუყვირა და ჩაცხო თავში რა ამას და
რავი მე დალოცა მე რო ჩაცხო აძალებდა დააძალა მამა გაბრიელა ჭამეო კიდევ და თუ გამაძღა რაღაცა იქით აქეთ და მე გადაეხვია რა თქმა უნდა ყოველთვის ჩაიხუტა გუნდთან და რავი მე მახსოვს რომ იმის ვინც ჩამოიყვანა მაგის შვილიშვილმა ნუ ხო დადიოდა მამა გაბრიელი სასწაულიაო მამა გაბრიელო სუგანი კურნაოს ბებიო სახლში აღარ ჩავწო არაფერსო რა მამა გაბრიელს უბადლობდა რა აი ეს არის მამა გაბრიელის ნასკები ო გინახია ესეთი არა მაინტერესებს რა სულ ზაზა შენგან მამა გაბრიელს და მამა ნიკოლოზის გაცნობას მოისწავლე მგონი შენ ხო? აი იმ მომენტში თუ იმ დროს აი ზუსტად თუ შეგიძლია თუ გახსოვს როგორ მახსოვს აი ზუსტად მახსოვს ეს ბავშვები ჩვენ ახლა მამა ნიკოლოზი ისე მოკლედ რო ასე ვთქვათ რომ აი ზუსტად რო შეეხებოდეს მამა ნიკოლოზი მაშინ მორჩილი იყო მამა ნიკოლოზი გახდებოდა სანამ ბერად აღიკვეცებოდა ბერა რავი ჩვენ ბავშვები უკვე მამა გაბრიელთან მივეჩვიეთ ავდიოდით ხოლმე და იქ ახლა ვერთობოდით რევლი გაშინაურებულები ვიყავით და ვერთობოდით რა ჩვენი ნუ რა თქმა უნდა ვისმენდით ხოლმე მამა გაბრიელის გადაგებას და იმებს სხვა სოფლებში მაგრამ 13 წლის ვიყავით მაშინ და ნუ ბავშვები იყავით გასაგებია ნუ ჩვენთვის უკვე მამა გაბრიელი იყო ყველაფერი რა გვიყვარდა და ავდიოდით რევლი რომ მოდიოდა გვეხაროდა იქ რომ ჩამოжდებოდნენ ტრაპეზები სულ ტრაპეზი იშლებოდა ხოლმე და ვიხაროდა ჩვენ რა ბავშვები სუფრასთან რო ვიჯექით გასაგებია ოდა მამა ნიკოლოზი ამ დროს მოვიდა მამა ნიკოლოზი დავждებდა ხოლმე ჩვენ სულ გვაძალებდა წაიკითხეთ იმეც ადინეთ რაღაცა და სანამ ახლა პატარები რო ვიყავით შენ რო პირველად გაიცანე მამა გაბრიელი მაშინ მამა ნიკოლოზი მონასტერში იყო კი მონასტერში მორჩილად იყო კაბაეცვა მორჩილად მაგრამ ნუ თვითონ არ იცნობდა pero უკვე გაუშინაურდით მაშინ ხდება მამა ნიკოლოზის გაცნობა და როგორ ხდება ხო ბოდიში შეგაწყვეტილი როგორ ხდება და ნუ ჩვენ ხო დავგზავნა ახლა სვეტიცხოვლის ეზოში ხო წაიკითხეთ ნუ თვითონ იჭერე კაცი იყო უყვარდა წიგნები და სულ ყიდულობდა ჩვენთვის საბავშვო წიგნები წაიკითხეთ ისავლეთ რაღაცა და ან ეზოში რო ჩავიდოდით სვეტიცხოვლში გამოგვეკიდებოდა ამოდით დაჯექით ისავლეთ რაღაცა და ნუ ჩვენ ახლა ბავშვები ვიყავით გვინდოდა რომ გარეთ გავსულიყავით ცოტა ჩვენ ტოლებთან გაგვერთო იქ ცხეთელებთან გავვრთულიყავით და სულ დავგზავნა რა და ჩვენ რო გავუშინავდით მამა გაბრიელთან სიარულით ეზოში აღარ გავდიოდით სვეტიცხოვლში ავდიოდით პირდაპირ სამთავრო მონასტერში და იქ ვიყავით ხოლმე რა ოდა ეს ძებნაში ბოლოს მოგვაგდო იქ მამა გაბრიელთან ნუ მოგვაგდო იქ მამა გაბრიელთან ნუ გაუკვირდა ახლა ბავშვებიც რა აქ ვიყავით ამასაც იგივე გაუკვირდა დაუკვირა დააჩოქა როგორ აი ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ის მომენტი მახსოვს რომ მე თან ვიხაროდა ახლა მამა გაბრიელთან ამოვა მეთქი და დატუქსავს მეთქი რა ჩვენ რომ კაცრი გვექცევა ხო? მეც ახლა რომ დატუქსა იქ მამა გაბრიელა გულში ვიცოდა მეთქი აი ხო ხედავ მეთქი შეცვეთქი ხო და ამ სიარული ჩვენი სიარული ნუ უკვე კიდე მეორე დღესაც ამოგვაკითხა მესამე დღეს და მამა გაბრიელმა უკვე დაიჭირა მამა ნიკოლოზი იქ ერთი სიტყვა რომ დასვა თან რო გალანძღა დასვა რაღაცა და მერე უკვე მამა ნიკოლოზი დადიოდა ხშირად. იგი დავზევდით მერე მამა ნიკოლოზი ჩამოდი მეთქი და უკვე ღამეებსაც იქ ატენდებდა და აი ეგეთი რაღაცა ესე გაიცნო მამა ნიკოლოზმა მამა გაბრიელი რა. მერე უკვე მერე წინამძღვარი გვაგზავნიდა ხოლმე რომ მამა ნიკოლოზი ჩამოიყვანით. და არუშევდა მამა გაბრიელი. მამა გაბრიელი არუშევდა, ღამეებსაც იტოვებდა. და იყო მთელი დაპირისპირება, რომ აი მამა გაბრიელი არუშევდა, მამა ნიკოლოზი ნერვიულობდა, რომ წინამძღვარი მეძახისა რა. და სხვათა შორის მაშინ ვინ იყო წინამძღვარი? აბრაამი იყო. მეუფე აბრაამი იყო. თავიდან მეუფე დანიელი იყო, მერე აბრაამი იყო. აბრაამის დროს აღიკვეცა მერე უკვე ბერი იყო. აბრაამის სხვათა შორის გამოიკეტებოდა ხოლმე რა თავის ოთახში. როცა მამა გაბრიელი ჩამოდიოდა, გამოიკეტებოდა ხოლმე რა თავის ოთახში და არ აქცევდა ყურადღებას მამა გაბრიელს თავისთვის იყო რა. გასაგებია. შეიძლება ერიდებოდა.
ერიდებოდა დიახ მამა გაბრიელს და რა მამა გაბრიელს ყოველთვის კარგი უთქვია მეუფე აბრაამზე რომ მეუფე დანიელზე საინტერესოა ურთიერთობა მეუფე ძალიან უყვარდა მეუფე იოსებს ძალიან უყვარდა მეუფე იოსებს ლანძღავდა კიდევაც მეუფე დანიელსაც თავის იუმორი ჰქონდათ ერთმანეთში რა მამა გაბრიელს უგებდნენ ძალიან და რავი მე მომისმენია რომ მეუფე დანიელისთვისაც უხმია შენ ჩახლა ხო და შენ ესეთო და შენ ისეთო და მე გამოვიდოდა მამა გაბრიელი და ჩვენ გვეუბნებოდა დიდი მომთმენი ადამიანია და დიდი მოთმენა ახო მეუფე დანიელსო და დიდი ვინმეა დიდი სულიერათო დიდი მლოცველიაო რა თქვი აპეზე ყვებოდით ახლა თქვი საღამის 3 საათზე რო გაგვაღვიძა ყველაზე უშიაო დავიწყეთ გამოვაცხეთ საჭმელების ნუ სუფრა გაიშალა ხაბიზმინები და უყვარდა ძალიან და ამ ხაბიზმინებს გამოვაცხეთ კაფაზე ნუ გაიშალა ხამის 3 საათზე და ნუ ეხლა მონასტრის წევრები უკვე ყველა გაიღვიძა და ნუ ამ აფორიებდა და რო დაждდა მამა გაბრიელი ნუ რა თქმა უნდა პროფესორი ღვინოს მოვიტანეთ იმ პროფესორს ეძახდა და ნუ ვიქადაგა რაღაცებს და მთელი მონასტრის წევრები ვინც კი აღდგარი იყო ის უბრახო გაიშალა ყველა ისე შეჭამა ის საჭმელი აი ლუკმარ და ტოვის არცეთმა და მამა გაბრიელს ვაფშე საერთოდ აი თითიც არ დაუდია ერთი შაქარს ესე უყვარდა ხოლმე შაქარს ესე თითს რო დაალევდა პროფესორს თითს დაარჭევდა და ესე ენით იმაშვებოდა და დღეში ესე ხო სხვათა შორის კიდე ერთ-ერთი დიდი სასწაული კიდე მცხეთის ერთ-ერთ ოჯახში მოვესწარი ერთი სურმაოები იყვნენ. კი, სურმაოა. აი მაგათ ოჯახში დაგვატიჟა სურმაო, ნუ სუფრა იყო დიდებული, ძალიან დაშლილი. იქაც იგივე გააკეთა მამა გაბრიელმა, აი ლუკმა საერთოდ არ უჭამია, ნუ დალევით დალია, მაგრამ ისევ შაქარს და რაღაცას აკეთებდა და მერე სხვათა შორის დავრჩით იმ ოჯახში. ხო. და ბავშვი ვიყავი ახლა ამ სახში გაგვიშალა, აი 2 საწოლიანები როა. დიდი. და ამ 2 საწოლიანში მოგვათავსეს ჩვენ მე და მამა გაბრიელი და ეხლა მე პატარა ვიყავი და მამა გაბრიელი გვერდზე დაწვა მე გვერდზე მივიწვი და თან ეხლა თან ხიზლობ თან მძინავს და მესმის მთელი ღამის მანძილზე ტიროდა და ლოცულობდა და ამ ბერებს და პატრიარქს იხსენიებდა ყველა ბერე მონასტრის წინამძღვრებს იხსენიებდა ლოცვაში და ღამის მთელი ღამის მანძილზე და თან ბუნდოვნა ძინავს და თან მესმის ეს ტირილი ხმა ლოცვა ყველა ტირილით იხსენიებდა ტირილით კი მონასტრის წინამძღვრებს რო იხსენიებდა საქართველოსაც იხსენიებდა და რავი ყველას იხსენიებდა ქართველებს მერე იმ ოჯახში იგივე სასწაული ვნახე ნუ ოჯახის წევრები ახლა საფიფარეში ტუალეტში რო შეიყვა და შუქი უნდა ანთებულიყო რა დიდი სვანა ტუალეტი ქონდა და ამ ბიჭმა იცოდა რა ოჯახის წევრმა რომ ამ ადგილას არინთება შუქი და ბიჭვარი გადასახა მამა გაბრიელმა და აინთებოდა ნუ ამ ბიჭმა უნდა ეთქვა რომ მამაო ეს არ მუშაობს დიდი ხანია და რომ მიაჭირა ხელი თავისი დაინცოდა გაკვირვებული შემოხედა ესე და მეც იქვიდექი და მეც აი გამიკვირდა მეთქი მე ამ ბიჭმა მითხრა რომ ეს ერთი კვირაზე მეტიაო ეს ნატურა არნითებოდა როგორ იცოდა თუ გახსოვს სასწაული იცოდა ვიდო გაახურო და აი ესე ტანსო გააშოს თან სასწაული რა არის კიდე სულ ხელები ქონდა აი ესე სულ ქონდა აი მაცხოვრის იმით ესე ხო მაცხოვრი ნიშნავს კი იესო ქრისტე და აი კადრებში აი ესე როზის ან ესე როა ხელები ან უცებ ვიმეზე რო გაჯავრებული აი ესე უკეთებდა და რაღაცებს და ამ ღვინო კახუროს რო წაიმღერებდა და განგალო სულ აი ესე ქონდა ხელები როგორ აკეთებდა აი ესე ქონდა აი ესე ხო და ფაქტიურად მაცხოვარს როგორ აქონდა მაცხოვარს ესე რა მღელს ხო ესე გსახავს და თან თითქოს არ გაჩვენებდა და თან ესე ქონდა თან სულ ესე ქონდა სადაც არ უნდა დამჟარიყო სულ ესე ქონდა ხელები ღვინო კახუროს დროსაც
ესე ხო, ესე განგალო თითებს ესე აკეთებდა, ხო? თითებს აი არ გაჩვენებდა, აი თქვენ კარგად თქვით ახლა, რომ აი ახლა თუ არ დააკვირდი, ესე ღდელი რო სახავს, დალოცვაზე რომ მიდის ადამიანი ქრისტიანები ღდელთან, ეს ხო სახავს ბიჭოს, მაგრამ აგლოცოსო, რო ევნება და მამა გაბრიელს აი იმ დონეზე ქონდა უკვე ხელები შეჩვეული, სულ აი რაც არ უნდა როგორც აი ესე რო არ მეტრები ესე ქონდა, ესე სულ აი მაგარს აი მინახავს რომ ადამიანს რო გაჯერებული იყო რაღაცა ესე თავზე ხელი დაედო ესე რაღაცა სულ აი ლოცვის სახით იმაშებოდა ხელი. თბილისში რო ჩამოვედით ერთხელ ქაშვეთის ეკლესიაში აი სურათიც რომ გადავილი სურათია ხო ჩამოვედით თბილისში, ნუ შევიარეთ ქაშვეთის ეკლესიაში და ნუ შევედით და ნუ დალოცა ხალხი მივიდა და ნუ საკურთხეველში შევიდა წინამძღვარი ელიზბარია მე მგონი დღემდეც აღარ მოსულს ეწუწურაკო მაშინაც ელიზბარი იყო და დღესაც ელიზბარი მე მგონი დღესაც ელიზბარი იქნება რავი და შეწუწურაკო პროფესორი მომეციო ღვინო ნუ მამა გაბრიელს იცნობდნენ ახლა ზოგი უყვარსო ესე იცნობდნენ ზოგი ისე ნუ ღვინო მიაწოდეს რა მამა გაბრიელს ეს ღვინო და ნუ ხალხი დაალოცა მრევლი და რო გამოვედით აქ ტაძრიდან ნუ მოგვიწია ამ თავრობის სახლის წინ გავლა რა ტროტუარზე და გადმოვიდა ეს მანქანების მიმოსვლა რო იყო ძალიან დიდი რა მაგრამ ძალიან დადიოდა მანქანები და ამ შუა იმაში დადგა და ეხლა მეც უკან უდგავარ და ხალხიც ხომ მოყვებით რამოდენიმე კაცი მოყვებით და ერთი მოდის მოტოციკლეტით რა ძალიან სწრაფად და აწია ეს მე გამაჩერა უცებ მამა გაბრიელმა და დადგა ამ შუა ტრასაზე და აწია ხელები და ქრისტეს სახელით გააჩერეო და ეს მოტოციკლი შეეძლო აქედან აი გზა დიდი იყო აქედან გაევლო იქიდან გაევლო ნუ ნებისმიერ მიდან შეეძლო რომ მამა გაბრიელიდან ჩვეულებრივად გასცემია აექცია ინა ფეხებთან გაუჩერდა მამა გაბრიელს ეს მოტოციკლეტი რა და რა იყო მამაო რა ზუსტად მახსოვს რომ ეხლა მიდი და დაქოქეო რა რა თან ეხლა და გაიარა მეტი არაფერი არ უთხრა მამა გაბრიელმა გავიარეთ ხალხიც მიყვებით ზოგი კიდე ისე ლოცვაზე ვინც დაინახა და კუთხევაზე მიდიოდა და მამა გაბრიელს ვეუბნები მამა გაბრიელ მეთქი მე მგონი შლის მოტოციკლებს სლიადად მეთქი ვერ ქოქავს მეთქი და წავალთ მეთქი მივაწვევი მეთქი რა მამა გაბრიელ ესე ისე ხელი მომკიდა მოტრიალდა და ქრისტეს სახელით დაიქოქეო გადასახა ესე ბიჭვარი და ეგრევე ეს სიტყვები დაამთავრა თუ არა ეგრევე დაიქოქა ის მოტოციკლეტი და წავიდა თავრობის სახლის წინ მაშინ შევარნაძე იყო პრეზიდენტად ლანძღავდა იქით აკეთ როგორ ლანძღავდა და მეშინოდა აი ეს ჩარტლახი და ეს არაკაცი და რავი ღვიოდა მაინც კიდე როგორ ეს ბოზი და ეს არამზადა და რა ესეთი სიტყვები და მე მაინც შემეშინდა ახლა მამა გაბრიელ მეთქი ვინმე არ მოვარდეს არ წაგვიყვანოს რაღაცა და ვინ გაბედავსო აბა ერთი მოვიდესო ხელი ან რაღაცა მამა გაბრიელმა და სულ აი მან ერთი ორჯერ მოხვდით ქაშვეთის თავრობის სახლის წინ და ორივეჯერ სულ ლანძღავდა ამერიკას ხოდა აი რაღაც ხელი რო დაიქო მაგრამ არ მახსოვს რა არის და ერთი ტრაპეზი ცხეთაში მოჩავყავდა ხოლმე სვეტი ცხოვრების ცხეთას რო ეძახდა და ტრაპეზია და ტრაპეზობს ახლა მამა გაბრიელიც ისე როგორც ყოველთვის ღვინოს და ლოცავს და რავი ხალისი გვაქვს ყველას და ხალისიანად ხო ხალისიანად და ერთხელ გაეპარა რა გააკუა და შემოხედა და მიირთყა ეს ხელზე შეუგდო რომ რასაკეთებოდი ისე მიირთყა მეთქი მე ჩაიტრია და ტელეკონდუსული მეთქი ხმა იმ ხელა იყო რა ვიცი ესე იგი რაღაცა როგორ სხვა გახარებოდა ხო სასწაული იუმორის გზნობაც კი და აი მაგ იუმორით კიდე ხდებოდი ვის როგორ ეუნებოდა ზაზა გაიხსენე რა როგორ აბანავი მამა გაბრიელი სვეტი ცხოვრში ჩამოვიყვანეთ და ტრაპეზის მერე რომ მოსაღამდა უცებ ბანაობა თვითონ მოინდომა ხო მოინდომა ბანაობა და
დავაცხელეთ ეხლა წყლები და საერთოდ სულ იძახდა როცა უნდა ზიარებულიყო სუფთად უნდა სხეულითაც ესე სუფთად უნდა იყოს სუფთად მისულიყავი როგორც ზეზე ასე სულ მახსოვს ეგ სიტყვები დღემდეც მამა გაბრიელის რომ თუ ზიარებას ვაპირებ ხოლმე ვცდილობ რომ ვიბანაო და სუფთად მივიდე რა და ესედაც ასე ვთქვათ სულიერათაც და ხორციელათაც თვითონ თქვა რომ ტაშტი მომიტანეთ ხო? ტაშტი ხო მეტი არ თქონდა იქ მონასტერში არაფერი არც ვადა იყო არც არაფერი და გლეხურად ჩვეულებრივად როგორც აი ხო უბრალოდ ასე უბრალოდ სახლის პირობებში რომ ადგამენ ვედროს და იმას დავადგით გავაცხელეთ ვაბანავით რა ნუ ჩაჟდა ტაშტი ასე ჩაჟდა შენ თვითონ ზევიდა წყალს უსხავდით და თვითონ სიიდი ახლა და ხო ერთი ახლობელია ჩვენი ხო რამაზი და რამაზი ყვებოდა რომ აი ვაბანავებ მამა გაბრიელიო რა და ეს შვებოდა რა ო არ მიყუროთ მე არ მახსოვს ვინ შეხედავდა გესმის და თუ მე არ მახსოვს ახლა მესმის ხო ნუ მაგრამ ვცდილობდით რომ და დედათა მონასტერში ნუ მე ხო მიყვარდა ხოლმე ასლა და მარხვის დროს ავედი და ნუ რეული ჩვეულებრივად როგორც ხდება ხოლმე ხალხი მოვიდა მამა გავრილისგან დალოცებს ღებულობდნენ მე ჩამოვჯექით იქ ტრაპეზი გაიშალა და პროფესორი რა თქმა უნდა იდო ვაგიდაზე და ნუ დაასხა მამა გავრილმა ნუ დაგვასწავია მიგვაწოდებია რა ვინც ვიჯექით და ერთ-ერთმა ხალმა ასლაპარაკო მამა გაბრიელო მარხვაო ვინის როგორ შეიძლებაო და რაღაცაო და ძალიან გაკვირვებული შეშინებით უთხრა მამა გაბრიელს რომ აი მარხვაში როგორ შეიძლება ამ ღვიდის დალებაო და მამა გაბრიელმა დაუკვირა დალია შეუგდო რომ როგორც უყვარს ხოლმე და ნუ ამ დაკვირვებით ალბათ ამ გოგო შეეშინდა თუ და მიიღუდა და მოსვა ეს ერთი გრუპი უი მამა გაბრიელო ეს ხო ჩაიაო რა მე უძებ შემოუტრიალა მამა გაბრიელმა ამიტომ რომ კურთხევას და ამიტომ არ უნდა განეკითხო რა არავინ და რაღაცა რჩევები მიცა რა იმ მომენტში რა ნუ და გაგვირებული კი შეხედა ის ჩაიაო უცებ მამა გაბრიელმა და ამ დროს ვინოი ამ დროს აუ ვერ გაიგებ ხან ჩაიიღო თუ ვიდა იყო აი არა მე მინახია მამა ნიკოლოსა რა თქვა მინახია არა შეიძლება იმ მომენტში სასწაული ეგეც სასწაული არა მამა მაგას ძალა ქონდაო რომ ღვინო წყლად გადაექცია აი ესე მითხრა ესე იგი თვითონ ქონდა გამოცდილი მამა ნიკოლოს ხო და მე შესწრებულა რომ ნუ რომ და სხვა ხმა არ ამოიღო ამა რომ მოსვამ გოგო უი ეს ხო ჩაიაო გაგვირებით შეხედა მამა მე მქონია მომენტი რომ მალე ვინებდა ხო მამა გაბრიელის გვერდზე რომ დამილევია გავსულვარ და ნასვამი არ ყოფილა. ეს საერთოდ არ ყოფილა ნასვამი. მანქანითაც წავსულვარ. მაშინ მამა გაბრიელის ასე ვთქვათ ლოცვით და მისი მადლით მანქანა თითქოს ოჯახმა მანქანა თითქოს ფული შემოვიდა მანქანაზე წამოსდა უთავი გოლოიშვილი. ხო. თავის 100 მოიყავდა თუ დევიდი იყავდა ხომასოს თბილისში ერთხელ წამოყვევით და ზაზე ჩაუქრა და ვეღარ ხოხობდა და ის მომენტიც მახსოვს მამა გაბრიელმა იმ მომენტში ბიჯვარი გადასახა და დახოქილა ჩვეულებრივად ჩაგვიყვანა ჩამოგვიყვანა მანქანაზე ხო და აი მანქანითაც წავსულვარ რა მაგრამ ასომობა ნუ აი არ მიგძვნია საერთოდ რომ ასომი ვიყავ არა და ამ დროს ბევრიც დამილევია იყო მომენტი რომ აი ამარეთო ჩემი მიტანილი ამარეთო ხო სხვადასხვა აი ამ ბოთლიდან მამა გაბრიელს დალეული აქვს ჩემი მიტანილი ამარეთოდან აი ესე დალია და თან ისმოდა ხმა ესე სვოდა და მთლიანად თითქმის გამოცადა ამარეთოდან იმის მერე დალევა ვაგი ბჟერა და წავს რომ ეც დადახიბათ ახლა დალევას გაზიზღებს იმდენი დაულევია რომ უცებ კაცი როცა უნდა და ფხიზელი აი ნებისმიერ დროს ფხიზელი მოკლედ სასწაული იყო ჩვენი მამა გაბრიელი. ძალიან დიდი. შემდეგ ალბათ კიდე მოვახერხებთ როგორ ლაპარაკს, იმიტომ რომ საუბარს ძალიან ძნელია გახსენება და მამა გაბრიელზე. რაღაც ესე ბუნებრივად ვცდილობთ რომ გავიხსენოთ და ეხლა გამოვიმშვიდობთ ჩვენს აყურებლებს, კარგად წამდებოდეთ, დიდი მადლობა. ჩვენთან იყო სტუმრად ზაზა
გვარი მითხარ სალუკვაძე. სასა სალუკვაძე, რომელსაც ყველა იცნობდა როგორც პატარა ზაზად. რომელიც ძალიან უყვარდა მამა გაბრიელსაც და მამა ნიკოლოზს. ისი მალი და ძალო ფანავდეს ამინ, მამა ჭეშმარიტად. გაბრიელს. ამინ. აი ხარ